უკვე ისეთი კომფორტი მოიწყვეს რამე რომ დააბრალო ნებისმიერ საპირისპიროს ვერავინ დაამტკიცებს. ეს მინდია გაბაძის სიტყვებია და იგი სასამართლო სისტემას მიემართა. ახლა რომ ვფიქრობ, განამხოლოდ ინსტიტუციები თავად შენობებიც უკვე რაღაცა ნეგატიური აურის და სტრესის მატარებლები გახდნენ. თუ ოდესმე სასამართლო შენობა მართლმსაჯულების ადგილი იყო და აქ სამართლის საძიებლად მიდიოდა ადამიანი, ახლა იქაური კედლები პირდაპირ მნიშვნელობით გაჟღენთილია უსამართლობით, ტირილით, უსაფუძვლოდ დაჭერილი ბავშვების დედების სრემლებით და ყვირილით, ჩხუბით, ცემით. მაპატიეთ თქვენს დილას ასეთი სიტყვებით, რომ ვიწყებ ეკრანიდან, ვიცი ეს გარკვეულწილად თქვენი დღის განწყობას განსაზღვრავს, მაგრამ მერწმუნეთ, რასაც მინდია მის სტატუსში ყვება, როგორ ექცევიან, როგორ ჟურნალისტს, როგორ ემუქრებიან, რა ატმოსფეროს ქმნიან პარტიული პირები ადგილზე. ამის გარეშე ჩვენი ყოველი დღის დაწყება თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მეც მინდა დილით სხვა მედიების მსგავსად, მაგალითად, ამინდრის პროგნოზზე, დილის ვარჯიშებზე და დღევანდელი დღის ზოდიაქოს ნიშნებზე ვისაუბროთ და მოგიყვეთ ხოლმე. ხო, შეიძლება კი ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ ისევ მინდია სიტყვით მოვიშველებ, არც ერთ თემაზე მსჯელობა ან ფიქრი არ მინდა, რაც გელა ხასაიას არ უკავშირდება. ამ შემთხვევაში გელა ცხადია პირობითი სახეა ყველა უკანონო პატიმრიზას, ზოგადად ყველაფერი უკანონობის, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ჟურნალისტები სხვანაირად ვერ ვილაპარაკებთ, ვერც ვლაპარაკობ და ვერც მომავალში შეგვირდებით, რომ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ჯერ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და მე ხარ პროფესიის წარმომადგენელი. მე გულწრფელად გეტყვით არ მესმის ჟურნალისტების როგორ საუბრობენ ეთერებიდან სხვა რამეზე, ნებისმიერ სხვა თემაზე, რომელიც არ უკავშირდება ჩვენს ყოფას, ჩამოშლილ ინსტიტუტებს, დაჭერილ ადამიანებს, მათ ოჯახებს, ნაცებ და დამცირებულ კოლეგებს. როგორ უნდა ახერხებდე ჩიტების ჭიკ-ჭიკზე ლაპარაკს იმის პარალელურად, როცა ქვეყანა მართლა თავზე გენგრევა და იცით, რომ მე არ ვუტრირებ ახლა. სასამართლოში მის ეზოში პოლიციის განყოფილებაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში, სადაც ძალოვანი სტრუქტურის ხელი წვდება ადამიანებს, შენს კოლეგებს, ქალებს, ბავშვებს, შენს მოქალაქეებს ამცირებენ, აშიშვლებენ და ემუქრებიან. აი სწორედ აქ ირღვევა ხოლმე ის ზღვარი, რაც პროფესიას და მოქალაქეობას შორის გადის. ხშირად არჩევანის გაკეთება გვიწევს, რისი ერთგულება გვირჩევნია. შრალად სამსახურის და პროფესიის თუ ხალხის და ქვეყნის. ამ არჩევანს ეკრანებიდან წარმოთქმული ტექსტები და გადაცემები შინაარსით თავადიულად გაარჩევთ და თქვენთვის მომინდია. მხოლოდ ბოლო 1 წლის მანძილზე საქართველოში ჟურნალისტიკის, მედია საშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 424 ინციდენტი აღერიცხა. ზოგ შემთხვევაში ერთი ინციდენტის დროს ერთდროულად რამდენიმე ტიპის დაზღვევას ჰქონდა ადგილი, მაგალითად დაკავებას თუ ფიზიკურ ანგარიშწორებას. მედია გარემოს შეფასება 2024 წლის ოქტომბრიდან დღემდე მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა მოახდინა. ანგარიში მძიმეა, საქართველოში მედია გარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლო 1 წლის მანძილზე დამოუკიდებელი ჟურნალისტები და მედიების წინააღმდეგ გახორციელდა ისეთი ტიპის დარღვევები, როგორიც არის ფიზიკური ძალადობა, უკანონო დაკავება, დაპატიმრება, დაკითხვა, გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობაში არ შეშვება, უკანონო ჯარიმების, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და სხვა. მიუხედავად ასეთი მასშტაბური პრობლემების არც ერთი თავდამსხმელი, მათ შორის საჯაროდ იდენტიფიცირებული პირები, პასუხისმგებლობაში მიცემულები არ არიან. მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოცემების ბათუმელებისა და ნეზგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობას 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. პარალელურად დამოუკიდებელი მედია და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რეპრესიული კანონმდებლობების სამიზნე გახდნენ. ქართული ოცნების პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი თუ ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო სექტორისთვის. ამ ანგარიშზე და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორ, მედია მკვლევარ ეკა ბასილაიასთან და ჩვენს კოლეგასთან ჟურნალისტ ტელეწამყვან გურამ როგავასთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა რომ გვაქვს შესაძლებლობა იმ სიმძიმეებზე ვისაუბროთ, ეკა რაც ჩვენს გარშემო ხდება და განსაკუთრებით ბოლო წლები, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 1 წელი ოქტომბრიდან ოქტომბრამდე იქცევს ჩვენს ყურადღებას, იმიტომ რომ მედიის წარმომადგენლებზე შეტევს ჩამონათვალში, რაც თქვენს ანგარიშზე აღარ დარჩა, არ ვიცი რა დარჩა, რაც არ გამოსცადეს საკუთარ თავზე ჟურნალისტებმა, როგორი იყო ეს? მოგესალმებით, შუადღე მშვიდობის მაყურებელს, დიდი მადლობა, რომ
გვაქვს შესაძლებლობა ამ მნიშვნელოვან თემაზე ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, ვისთან თუ არა თქვენთან. და ნამდვილად მედიაგარემო კრიტიკულია ბოლო წლებია კრიზისის მდგომარეობაში უწევთ დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიებს და ჟურნალისტებს მუშაობა, რეპორტიორებს მუშაობა, ფოტოგრაფებს, ოპერატორებს, ჟურნალისტებს. ბოლო წელი, ანუ ჩვენს ანგარიშში რაც მოხდა, ჩვენს მონაცემებში რაც მოხდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ პერიოდს ემთხვევა პროევროპული პროტესტის დაწყება და პროევროპულ პროტესტის პერიოდში განსაკუთრებით იმატა ჟურნალისტების მიმართ განხორციელებმა სხვა ტიპის შეიძლება ითქვას ძალადობამ თუ ანუ რასაც ზოგადად შეიძლება დარღვევები დავარქვათ მათი უფლებების გამოხატვის თავისუფლების მედიის. როგორც ჩვენ ანგარიში არის მითითებული 191 სუმცირე 191 ანუ ამას ვაყოლებს სუმცირეს იმიტომ რომ რეალური რიცხვი შეიძლება უფრო მაღალი იყოს 191 ერთ ადამიანს შეეხო ანუ ჟურნალისტს, ფოტოგრაფს, ოპერატორს, ანუ მედიის წარმომადგენლებს 191 ეს არის ძალიან მაღალი რიცხვი, მხოლოდ საპროტესტო აქციების გაშუქების პერიოდში. შეიძლება ერთ ადამიანს რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდეს ადგილი ერთ ადამიანთან. დარღვევების რაოდენობა გაცილებით მაღალია, ის ცილდება, თქვენ 434-ს ახსენეთ, ხო? დარღვევების რაოდენობა ცალ-ცალკე რო ავიღოთ, ხო? ანუ თუ თქვათ ერთ ჟურნალისტს დაარტყეს და პლუს კამერა დაუზიანეს ან თქვათ დააპატიმრეს პლუს, ხო? ანუ დააკავეს. ასეთ შემთხვევაში ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია. ანუ ერთი ადამიანის შემთხვევაში უფრო მაღლა იწევს, როდესაც ერთზე მეტი შემთხვევა გამოსცადა ჟურნალისტმა უფრო მაღლა იწევს, რა თქმა უნდა, ამ დარღვევების რაოდენობა ცალკე აღებული. ანუ შეიძლება 1000-მდეც ავიდეს, ესე რომ შევხედოთ, ხო? შესაბამისად, აქვე ხაზი უნდა გაუსვა, რომ ყავს უკვე აღნიშნეთ თქვენ პოლიტიკური მოტივით გასამართლებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც სინდისის პატიმარია, რომელიც პარალელურად თავისი ასე ვთქვათ პროფესიული ღირსების, პროფესიული წვლილის გამო არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს ნომინანტი და მიმღებია. და ნუ გარდა ამისა რომ წავიდეთ და ჩამოვთვალოთ აი აქ ჩვენთან ერთად არის გურამი რომლის კადრებიც გავრცელებული კადრებიც არის უსასტიკესი ანუ აი ამაზე მეტი სისასტიკე რა შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ თან ცხადად ადამიანი ჟურნალისტი მიკროფონით ხელში და რა ვიცი რომ გავყვეთ სტატისტიკას ასობით არის ხო ანუ თქვა 122 შემთხვევა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა რომელიც განხორციელდა ჟურნალისტზე და პლუს როდესაც დაზიანებით დამთავრდა არის 104 შემთხვევა, როდესაც ხელი შეუშალეს. ხელი შეუშალეს სხვა ფორმით. მათ შორის აი ჩვენ ნახეთ გუშინ მართალი გუშინელი მონაცემები ჩვენთან არ შედის. კი, მაგრამ პრინციპში დამთავრდა სექტემბრის ბოლოს და მეორე დღესვე დაემატა კიდევ ახალი დარღვევა. კი, ამაში შედის სასამართლო პროცესებზე არ დაშვება, საჯარო შენობებში არ შეშვება. ხო. კი, ბატონო. მე გურამთან ამ ეთერში ბევრჯერ გვისაუბრია სამწუხაროდ მის შემთხვევაზე და თითქოს გუშინ იყო იმდენად მძიმე არის ეგას დავეთანხმები იმდენად მძიმეა ამის ყურება რომ ეხლა არც შენც ალბათ განსაკუთრებულად იმიტომ რომ მე თუ ეს გუშინდელი დღესავით მახსოვს შენ ალბათ კიდევ უფრო მძიმედ გახსოვს ეს და მე პირველი რაც მინდა გკითხო აი ამ მოვლენიდან დღემდე ფაქტობრივად თითქმის 1 წელი გავიდა ხო შენ ხელის გულზე გაქვს ყველაფერი ის რაც ჩვენს გარშემო ხდება მედიის გარშემო როგორ აფასებ ამ ერთს რა შეიცვალა გაუარესდა ვითარება თუ იგივე კონდიციაში ვარ დარჩენილ რას ველოდებით ან ველოდებით ახლა 4 ოქტომბრის არჩევნებს და ვიცით რომ ტემპერატურა აქ ისევ მაღლა იწევს ისევ ჟურნალისტები დაძაბულები უნდა ვიყო კი თითქოს გუშინ იყო მაგრამ საკმაოდ რო გავიდა იქედან ამ დღემდე რომ რაღაცას მაინც რაღაც ანუ ვიცით ყველაფერი მაგრამ სამწუხაროდ რეაგირება არ არის ამ კუთხით არც იქნება რეაგირება გამოძიების შედეგებს მე და ჩემი კოლეგები არც აღარც ველოდებით ამ პირობებში
როცა ივანიშვილის უკუღმართი სამართალია ქვეყანაში, არ მაქვს ეს მოლოდინი, არც კი მომიკითხავს დიდი ხანია გამოძიება, იმიტომ რომ ბოლოს რომ მოვიკითხე, მაკულატურა გადმომცეს, რომელიც რეალურად უნდა ჩააბარო ხო რაღაც გადამუშავების პუნქტში, რომ იქნებ რაღაცა გამოიყენოს სარგებელი იყოს ამით, იმიტომ რომ რეალურად ბევრი ფურცელია, მაგრამ წაიკითხავ და უშინაარსო არაფრის მთქმელი, უბრალოდ ფასადით ითქოს მუშაობენ. და ყველა შემთხვევაში, მათ შორის ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევებში, უმეტესად, როცა გამოითხოვეს სათვალთვალო კამერები ადვოკატებმა, მითითებული არ აი თავდასხმის მომენტში ყველა კამერა გაითიშა უეცრად. უბრალოდ ალბათ ჩვენი მაყურებელი ასე ემთხვევა, ხო, როცა ადამიანების დაჯარიმება უნდათ რომ მაგალითად რუსთაველზე პროტესტის გამო ხო ძალიან ახლოხედით მაგალი გარჩევადობით კითხულობს და აი ჟურნალისტებზე, მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმის ფაქტების დროს ყველა კამერა გამოითხოვა, ოღონდ ყველა კამერაში რა იგულისხმება, ხო და ყველას ალბათ ყურადღება მიგვიქცევია რუსთაველზე, უბრალოდ დროს საერთოდ არ შეიძლება რომ თვალში არ მოგხვდეს სიმრავლე კამერების, ხო? თბილისის მერია, სუსი, შსს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი ფლობენ რუსთაველის გამზირზე კამერებს. აქ საუბარია 1000-ობით კამერაზე და აი ყველა ერთდროულად წყობიდან გამოვიდა მაინც და მაინც სპეცრაზმელების მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს. ეს ერთი ნაწილია და მინდია გაბაძეს ჩემი მხარდაჭერა, ჩემი თანადგომა, ახლა რასაც ვუყურებ მე, ხო? აი რაც ნახეთ ლევან ჯობავას შემთხვევაში ადამიანმა რომელმაც აღკვეთა დანაშაული და განაიარაღე აგრესორი უნდა გამოაცხადეს ხო და ანუ ასეთ უკუღმართობაში ვართ და იმას გელახასაიაზე გვიმტკიცებენ რომ ჰალკია და შეუძლია სამი ადამიანის ცემოს და ასისხლიანოს ანუ ამ აბსურდს ოღონდ აჯერებენ ადამიანებს და ვიდრე ეს უკუღმართობა უბრალოდ ჩვენ სამართლიანობის მოლოდინი არ უნდა გქონდეს ამ ქვეყანაში ეს არის რაც მე მას ვდიანებს და თავდასხმებიც იქნება მე დარწმუნებული ვარ რომ არანაირად არ შეაჩერებენ ამ საკუთარ კაცი ხელის დემონსტრირებას მაგრამ აი მინდია გაბადაძის შემთხვევაში მე მინდიას რეპორტაჟები ყველას გვახსოვს ძალიან მარტივად ერთი მხრივ და მეორე მხრივ ძალიან ეფექტიანად აშიშვლებდა სასამართლოს შიგნიდან და მინდია ასე ვთქვათ მიზანში ყავთ ამოყვანილი მოგებული მე მგონია რომ ახლა რაღაც პროვოკაციული გზებითაც ეცდებიან ჩვენს დაშინებას არა მხოლოდ ფიზიკური განადგურების მცდელობებით აი რაღაცა პროვოკაცია თუმცა ვერ დაწმუნდნენ ამაში უკვე მართლა რა ვიცი რამდენი დრო გავიდა და ვინმეს ეს აშინებს გადაღებაზე აღარ გახვალ თუ მინდია აღარ წავა სასამართლო პროცესებს აღარ გააშკობს ანუ რა შედეგს იღებენ ნაცვლად იმისა რაც უნდათ რეალურად. ხო, შეიძლება უბრალოდ ახლა მიუხედავად იმისა, რომ გცემენ გვიტყამენ, მაინც ვლაპარაკობთ, ახლა სადონ რომ იქნებ სადმე გამოკეთონ კიდე დამატებით. სულ ამ კითხვას წინ უძღვება ხოლმე ჩემი შესავალი უხერხულობასთან დაკავშირებით, კიდევ ვიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მკაფიო ხაზი უკვე გავლებულია, მაინც თან ახლავს ყოველთვის ამ ჩემს შეკითხვას უხერხულობის განცდა, იმიტომ რომ საუბრობთ კოლეგებზე, მაგრამ შენ ხარ ადამიანი სხვათა შორის რომ მე ხაზი მინდა ამას გავუსვა და ამაზე გარკვეულწილად მადლობას გითხრა, იმიტომ რომ როცა შენი შემთხვევა იყო პირდაპირ დაიწყე ამაზე საუბარი კოლეგებთან. სახელებით და გვარებით, მაგალითად, ჩართვებით საზოგადოებრივ მოუწყებელზე მახსოვს ჩართვები ხო იყო, პირდაპირ მიმართავდი კოლეგებს სახელი და გვარით და უბრალოდ კითხვა სვამდი, რატომ არ საუბრობთ ჩემზე. ამ მიმართულებით სად ვართ დღეს? ხელი ჩავიქნია გულწრფელად. აქაც როგორც გამოძიებაზე და ჩემს ეგრეთ წოდებულ კოლეგებზე ხელი ჩავიქნე. იმიტომ რომ რაღაცებზე ვიფიქრე და მივხვდი რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ის ღირებულებები, რაც ჩვენ გვაძლევს мотиваციას იმისთვის რომ არ გავჩერდეთ, ხო? ამ ადამიანების მიზანია უბრალოდ პირადი კეთილდღეობა, მაღალი ხელფასი, კარგი სახლი და ასე შემდეგ. ეს არის მათთვის მთავარი და არა ის ზოგადად ქვეყანაში რა ვითარება იქნება, უსამართლობა იქნება თუ არა. მათ ხომ არ ეხებიან. მათ ხომ ჩვენივრად შეუძლიათ იცხოვრონ საკუთარ ეს რაღაც შემოსაზღვრულ ზონაში. ამ ადამიანების გამოფხიზლების იმედი არ მაქვს. ანუ მე ხა რასაც ვაკვირდები შენი შეხედულება შეიცვალა ამ ერთ წლის განმავლობაში რომ რაღაცებს ალბათ ავისახელი არ ქვი და რაღაცებზე მოლოდინებს აღარ იქონდეს რაღაცა. ანუ მაგას უნდა შევეგოთ გარკვეულწილად. რუსთავიორიდან რომ მოვდიოდი ეს სხვა ეთერებშიც ღიად მაქვს ნათქვამი. კი არ დამაშინეს და კი არ მითხრეს რომ შენ აქედან თუ წახვალ ესა და ეს მოგივა. პირდაპირ შემომთავაზეს პირობების გაუმჯობესება, მძღოლი და ასე შემდეგ. ბევრ რუსთავიორის მოქმედ თანამშრომელს არც დაესიძმრება ის ხელფასი, რასაც ვთავაზობდნენ. მაგრამ ახლა თავს კი არ ვიქებ, მაგრამ მისი თქმა მინდა.
ამ ადამიანებს კი არა აიძულებენაჩო იქ მუშაობას. კომფორტის ზონას. უბრალოდ ამ ადამიანებმა თქვას რომ მოდი რა მქონდეს ბევრი ხელფასი რა. მოდი რა კარგად ვიცხოვრებ რა და აი მკიდია ბოდიში ამ ჟარგონის მკიდია ხო რო გავას თუ სცემენ და მე ამას ეთერში არ გამოვაცხადებ. აი ამ ადამიანებთან გვაქვს საქმე და ახლა მე რა მოვთხოვ ამ ადამიანს და მე ხო ვიცი შიგნიდან იქ რა ხდება არავის არ აშინებენ მეც მე რა ვერ დამაშინებდნენ ჩემი ოჯახის წევრებით ვერ დამაშინებდნენ რამეს ვერ გამონახავდნენ რომ ეთქვათ რომ თუ წახვალ თუ ჩვენთან არ იმუშავებ თუ პროპაგანდას არა მე მითხრას რომ ბევრი ფული გექნება და მე ვთხარი არ მინდა ბევრი ტრაგედია ეკა რა გზას გავდივართ ახლა რა ანუ როცა ანგარიშს ამზადებ საქართველოზე ძალიან კარგად იცით სხვა ქვეყნებში როგორ მყარდებოდა ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი ხო შესაბამისად რა რისი მაგალითია ეს ყველაფერი რისი მაგალითია ეს ანგარიშები თორე ვიცით ეს ყველაფერი დაიდება რეაგირება ვისი მხრიდან საჭიროა საერთოდ არ იქნება მაგრამ მოქალაქეებმა რა უნდა გავითვალისწინოთ მსგავსი ანგარიშებით ну პირველ რიგში ეს არ არის სიახლე ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ მივიწევთ ავტორიტარიანიზმისკენ ანუ მე ვფიქრობ რომ ან დიქტატურის კენ გადადგმული ნაბიჯები იმდენად ბევრია უკვე და რაღა ნაბიჯები დიქტატურა ფაქტურად არის დამყარებული ფაქტურად გვაქვს ეს ერთპარტიული მმართველობა, რომელიც გამორიცხავს ყველაფერს, რასაც ჰქვია კრიტიკული აზრი და სწორედ მედია კრიტიკული აზრი ალტერნატიული ხედვა, სწორი ხედვა, ღირებულებებზე დაფუძნებული, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვა, შესაბამისად ყველაფერი ის, რასაც დამოუკიდებელი მედია ცდილობს რომ გააკეთოს, რიგ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში აკეთებს რიგ შემთხვევაში უბრალოდ ხელი ეშლება ყველა იმ და ეს მინდა აღვნიშნო აუცილებლად ეს კანონები რომელიც არის აი ამ შექმნილი სისტემის დიქტატურული სისტემის ნაწილი აი მხოლოდ ბოლო ერთი წელი რადგან სტატისტიკა მაქვს აქვე უყურებდი ხო მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში 6 კანონი მიიღეს რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას აი ამ სიტყვას გამოიყენებაზე კრძალავს მედიას ანუ ეს არის დაწყებული კრძალავს ზღუდავს და უქმნის აი როგორც ჩვენთან გვიწერია ეს სიტყვა ეგზისტენციალურ საფრთხეს ან არსებობა არ არსებობის საკითხი დგება რა ვიცი რომ ჩამოვთვალო ეს კანონები არის ფარა ეგრეთ წოდებული არის გრანტების შესახებ კანონი არის მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები არის მათ შორის სასამართლოში მედიის მოქმედების როცა აიკრძალა ხო? ანუ ეს სასამართლოში უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ რაღაცა დროს იმდენად შემაწუხებელი იყო ის ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ გადაიცემოდა და პირდაპირ მიდიოდა ადამიანებამდე, რომ უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ სასამართლოში მედიას აუკრძალონ გადაღება, ნებისმიერი ტიპის გადაღება. მედია რა თქმა უნდა, აი ამას ვამბობ, რომ ანუ ცდილობს და თავის ნაწილს აკეთებს, მაგრამ ბევრი რამე ისევ და ისევ არის ჩვენს მხედველობას მიღმა, ანუ ადამიანმა უნდა გაითვალისწინონ ეს საკითხი, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ტელეფონი წაართვეს გადაღება აკრძალეს, ამითი არ მთავრდება, ეს ამას აქვს უფრო შორს მიმავალი ღრმა ეფექტი ჩვენზე როგორც საზოგადოებაზე, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცას წყვეტენ ამ წუთას ამ ქვეყანაში, ხო? ანუ დღეს მათ უპყრიათ ამ გადაწყვეტილების სადავეები, ანუ სრულიად რომელიც არ არის აღიარებული არც ერთი, ანუ ჩვენს გარშემო სახელმწიფოების მიერ შეგვიჩერდა კანდიდატის სტატუსი, მათი გადაწყვეტილებების გამო, მათი არასწორი გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც იღებენ და ამაში შედის მათ შორის ყველაფერი ის, რაც ეხება მედიას, მედიაგარემოს და მედიაგარემოს შეზღუდვას და შესაბამისად დემოკრატიის უკუსვას. ეკა, ჩვენ ეხლა ისეთ ვითარებაში ვართ. თან პირველ პლუსში იმიტომ საუბრობ რომ მეც მაგ ვითარებაში ვარ და ყველა მიუხედავად პროფესიული წარმომადგენლობისა რა რომ იქით ძალიან უთანასწორო ბრძოლა გულწრფელი რომ იყო და ეს ყველა ამას ყველა კარგად ხვდებით ყველა ინსტიტუცია ძალოვანი იქნება სამართლებრივი საკონსტიტუციო არ ვიცი მშრალობა რა ყველაფერი შეწინააღმდეგი არის მომართული და აქეთ ამდენი ხანია ცდილობ დარჩე მშვიდობიანი ამდენი ხანია ცდილობ რომ დემოკრატიული მეთოდებით დაუპირისპირდე აი ამ ბრძოლას. ამიტომ ყველა ვაკეთებთ ვისაც რა შეგვიძლია. და ეს ანგარიშიც არის ერთ-ერთი ქმედება
რომ გააკეთო შეს პროფესიაში ის, რასაც თვლი რომ დროს შეიძლება რაღაც მნიშვნელობა ქონდეს. აი ამ მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ ახლა, იმიტომ რომ დღეს ამ ანგარიშსა არ ვიცი ვინმე წაიკითხავს თუ არა ის, ვინც თქვენ გინდათ რომ წაიკითხოთ. ამიტომ ჩემი კითხვა იქნება ასეთი: ვის საზღურავთ დღეს თქვენ ადრესატად, როცა ამ ანგარიშზე მუშაობთ? ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ამას ამზადებთ? ამას ამზადებთ ხვალინდელი დღისთვის და პერსპექტივაში უყურებთ, თუ დღეს ამას შეიძლება რამე პრაქტიკული უკუგება ქონდეს? გაჩენ საკითხს როგორ შევხედავთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ცხადია, ასეთი ანგარიშების ადრესატები არიან ხოლმე ხელისუფლებები, იმიტომ რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ რა მდგომარეობაა, იმიტომ რომ ისინი უნდა ისწრაფოდნენ, ჩვენ ასე გვინდა ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს რა გვაქვს, ეს სხვა მოცემულობაა, რომ მათ გაითვალისწინონ ყველაფერი ის, ასე ვთქვათ, თუ ამას დავარქმევთ კარგ პირობებში შეცდომები და იმუშაონ მათ გამოსწორებაზე. სამწუხაროდ ჩვენ ვიცით რომ ეს ისე არ ხდება, ვითარება საკმაოდ მძიმეა, აი საუბარი იყო მათ შორის ტელევიზიებზე, ხო ჩვენ გვაქვს ესეთი შემთხვევებიც აღწერილი, აი იმ ნაწილში სადაც ვსაუბრობთ სიტყვიერი თავდასხმა დისკრედიტაცია და დაშინება, ხო? აი ამ საკითხებში ჩვენ ამ კატეგორიებში ჩვენ ასე გვაქვს აღწერილი მედია საშუალებებიდან წამოსული, გავრცელებული მესიჯები, რომლებიც ერთ-ერთში, ასე თუ შეიძლება ვთქვათ, იმეორებს ხელისუფლების რიტორიკას, დეზინფორმაციას, დისკრედიტაციის მცდელობას, პროპაგანდა, რასაც მოითხოვთ. კი, სრული პროპაგანდა, ნუ მთელი ეს სისტემა, როგორც არის ჩამოყალიბებული და მუშაობს. მე მინდა რომ მოქალაქეებამდე მივიდეს პირველ რიგში, მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ეს ციფრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს რიცხვები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა, რომელიც ფურცელზე უნდა დარჩეს და ასე შემდეგ, ის ძალიან ბევრს ნიშნავს. 424 რიცხვი, 424 ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, ორგანიზაცია და მათ მიმართ განხორციელებული ერთი და უმეტეს შემთხვევაში მეტი სხვადასხვა ტიპის დარღვევა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანგაშო მაჩვენებელი ხოლმე ბოლო ერთი წლის განმავლობაში. შეიძლება არ იყოს ასეთი სტატისტიკა. ხო, აი გუკა სტატისტიკასაც რო შეეხოთ და პლუს რა გვაქვს ასევე გასათვალისწინებელი, როცა რეჟიმი ასეთ ეტაპზე გადადის, მის რა მდგომარეობაზე მიუთითებს ყველაფერი ის, არ ვიცი, იქიდან გამოსული ამბები, რაც ხდება, რასაც ბოლო დღეების და კვირების მანძილზე არ არის ასე საქმე, რომ შვიდად არიან შეშინებულები, ეს ჩანს მათ ბევრ ნაბიჯშიც. უბრალოდ მათ შექმნეს გარემო, სადაც მათ მოახერხეს როგორღაც რომ შიში დაენერგათ. როგორც ხალხში, ისე კომპანიები, ახლა ბევრი კომპანია, რომელსაც ფორმულაში რეკლამის მოტანა უნდა და ეშინია, რომ მისი ლოგო ჩვენს ეთერში გამოჩნდება და მერე სადღაც დაიბარებენ და ეტყვიან, რომ შენ როგორ გაბედე ჩვენი კრიტიკოსების გაძლიერება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს, ეს არის რეალობა. და მეორე მხრივ, აგერ ზაზა შათირიშვილმა, ივანიშვილის კარის და ჯიბის ფილოსოფოსმა მოგვიწოდა თუ რაღაცა არ მოგწონვართ, წადით ქვეყნიდანო, ხო? ეშინიათ, მათ ეშინიათ ამ ძალის, რომელსაც ჩვენ ვაზიარებთ, რომლის დემონსტრირებასაც ვახდენთ, არ გვეშინია მათი ამ მუხარების, უბრალოდ მათი სურვილი ჩანს იმაში, რომ უნდათ რომ თავიდან მოგვიცილონ რა, გაგვტეხონ და რომ მიხვდნენ, რომ ვერ გატეხეს საზოგადოების დიდი ნაწილი, ეხლა გვეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ, წადით. ანუ თუ არ მოგწონთ, გადასახლდით და არ მგონია, რომ ვინმე ახლა ზაზა შათირიშვილის მოწოდება ასე მოწოდებად მიიღოს და გაიზიაროს. აი ვიტყვი ეს მათ აგონიაში ყოფნასაც აჩვენებს. წეგნ ეკამესთი რამ თქვა, როგორ უნდა იყოს და რა მოცემულობა გვაქვს დღეს. ერთი არის როგორ უნდა მუშაობდეთ დღეს ჟურნალისტები და როგორ უნდა მუშაობდნენ ჟურნალისტები, რომლებიც შენ კარგად იცი, შენთან ერთად გარეთ იდგნენ იქ და ბევრი ასეთი სახელი და გვარი, რომელიც არის მართლა ფრონტზე გასვლის ტოლფასია ემოციურად ალბათ იქ რო გადიხარ. მაგრამ მეორე რა მოცემულობა გვაქვს დღეს. მოლოდინებზე მინდა გკითხო და ჟურნალისტებს რა ფორმატში მოუწევთ შენ აზრით ახლა მუშაობა? რამე ახალს ველოდებით თუ უკვე დაწერილ სცენარს ველოდებით თუ რას ელოდება ჟურნალისტი და მედია მიმდინარე დღეებში? და ერთ ნიუსი დაგვეწია მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ანუ პრინციპში ჩვენი კოლეგების მაგალითს ვხედავთ რა არის ის გზა, რას გადიოდნენ, სადამდე მივიდა რუსეთი. აი ზუსტად რამდენიმე წუთის წინ ზუსტად ამაზე ვაკეთებდი აქცენტს, რომ მხოლოდ ფიზიკური თავდასხმები არ იქნება საკმარისი. უკვე აი როგორც კოტრიკაძეს, ასევე სხვა მათთვის არასასრულო ჟურნალისტებს რაღაც საფუძველ
ბრძოლს გამოუძებნიან, რა ვიცი, ქვეყნიდან გააძევებენ და ასე შემდეგ. ვიღაცას უტრირებულად ეჩვენება, მაგრამ ბევრი რამე გაზვიადებულად გვეჩვენებოდა და რეალობად იქცა ჩვენს დღევანდელ ყოფაში. უბრალოდ აჩოს კითხვას რაც ეხება არ იქნება რაღაც შერბილება მათი მხრიდან, უფრო მეტად წნეხი გაიზრდება, უფრო გართულდება მუშაობა. ჩვენ ამისთვის ვართ მზად, უნდა ვიყოთ მზად, არ ვართ მზად. აქციაზე რაც შეეხება მუშაობას, ხო, ველოდები რომ მათივე მხრიდან იქნება პროვოკაციები, როგორც ეს იყო ნოემბრის აქციებზეც, იმიტომ რომ დადასტურდა კონკრეტული ფაქტებით, რომ შეგზავნილი ყავდათ საკუთარი პროვოკატორები, ვისაც იქ სიტუაცია უნდა აერია და ასე შემდეგ. მე ვურჩევდი ყველას, რაც შეიძლება მეტი ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ყურადღება მივაქციოთ ერთმანეთს. ყველა ადამიანი, ვისაც ხელში smartphone-ი აქვს, არის ჟურნალისტი და აქციაზე ნებისმიერ გადაცდომას, დარღვევას თუ დააფიქსირებთ თქვენ, ეს უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობის ძალაა. ერთადერთი ხო ამას ვიტყოდი, რომ იმედი მაქვს ქვეყანაში დადგება ის ვითარება, როცა იმედიც კი პოზიტივიც კი ოდესმე, არ ვიცი, ილაპარაკებს ნამდვილ პრობლემებზე, მაგალითად იმაზე, რომ შობადობა შემცირებულია, იმის გამო, რომ ქვეყანაში ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, უიმედობაა და საერთოდ ვერ ხედავს პერსპექტივა, ხო, ბავშვებში ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ და არა იმ პრობლემებზე, როგორ მოახდინა ივანიშვილმა ხელისუფლების უკანონო მიტაცება. ეკა, რამდენიმე წუთი გვჩება და ალბათ იმაზე საუბრეთ უნდა დავასრულოთ. ინტერნეტის ეპოქაში 21 საუკუნეში ჩაკეტავს სასამართლო მაგრამ იქედან აუცილებლად გამოვა მაინც ის ხმები და ის სათქმელი და ის სიმართლე, რაც შიგნით ხდება. ასეთ შეტევებს ამ ეპოქაში და ასეთ აკრძალვებს რამდენად მოაქვს მათთვის შედეგი? მე არ მგონია რომ ვინმესთვის ასეთი აკრძალვა შედეგიანი იყოს. ცხადია უკვე ხედავთ ძალიან კარგად რომ ნებისმიერი ფაქტი თუ ვიზუალურად არა სიტყვიერად მაინც არის აღწერილი. შესაბამისად არაფერი მოსახლეობის ყურადღების მიღმა არ რჩება. ანუ ყველა ის პრობლემატური საკითხი, რაც კი იშლება მათ შორის სასამართლოებზე, მაინც მიდის მოქალაქეებამდე. რა თქმა უნდა, დღევანდელ ეპოქაში მეტად ვართ მიჩვეული ამ ვიზუალურ ფორმატს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. ანუ ადამიანები კითხულობენ შესაბამისად ეს უკვე შეუძლებელია რომ ამის მიღმა გავიდნენ. შესაბამისად ისევე როგორც შეუძლებელია რომ ეს ინფორმაცია არ ვრცელდებოდეს გამომდინარე იმ სპეციფიკიდან რომელიც აქვს რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებს და არა მხოლოდ სოციალურ ქსელებს, ანუ ადამიანები ყველანაირად ცდილობენ რომ რამდენადაც შეუძლიათ ერთმანეთს შესაბამის თქვათ ორგანიზაციებს არსებობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც ამ ყველაფერს საერთაშორისო მედიის მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომელიც ამ ყველაფერს თვალს ადევნებენ და სწორედ წერენ მათ შორის ჩვენთან დაკავშირებით ანგარიშებს, არა მხოლოდ ჩვენთან, ანუ ზოგადად გლობალურად რა ხდება, მაგრამ ფოკუსში დღეს არის საქართველოს ძალიან ბევრი ორგანიზაციის და ერთს დავამატებდი, რომ აი 2025 წლის მაჩვენებლებით რეპორტიორების საზღვრების გარეშე გლობალური ორგანიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ მოქალაქეებისთვის ძალიან კარგად ცნობილია, მათ ანგარიში 114 ადგილი გვეკავია და ბოლო 3 წელიწადში დაახლოებით 40 ადგილით ჩამოვქვეითდით და რეგიონში რუკაზე თუ წითელი სტაფილოსფერი და ყვითელი ფერებით არის შეფერადებული ქვეყნები, შედარებით უსაფრთხო და უსაფრთხო ქვეყნები ყვითელი, ანუ ჩვენ სტაფილოსფერი ვართ უკვე, როდესაც ერთ იყო დრო. მოუძებნიდან შენ სიტყვებზე გამახსენდა, ამით მინდა დავასრულო ბოლოს, რომ ჟურნალისტები, მედია, ყველა შეიძლება გააჩვევა, მაგრამ ამ ფრაზაზე გამახსენდა ლუკას სახარებაში იესოს აქვს ესეთი ფრაზა ნათქვამი სიმართლეზე, რომ თუ ესენი დადუმდებიან, ქვები დაიწყებენ ღაღაც. სიმართლეს ეს უნარი აქვს, რაც არ უნდა ვეცადოთ ვინმეს ან რამის გაჩუმება. თუ სიმართლე მათ მხარეს დგას, ეს სიმართლე სადღაც რაიმე ფორმით აუცილებლად გაიჟღერებს. ძალიან დიდი მადლობა. სტუმრობისთვის დაგემშვიდობებით.